მოგესალმებით. მე ვარ ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, სოფო მაღლაკელიძე. მიხარია რომ ჩავართე საქართველოს სასკოლო სპორტულ შემეცნებით ონლაინ ოლიმპიადაში. გაავრცელეთ სპორტის ისტორია. მე ავირჩიე თემა ჩვენი მსოფლიო ჩემპიონი და გზა ჩემპიონობამდე. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენზე ნოდარ ქუმარიტაშვილზე. ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს ქალაქ ბაკურიანში. ის ძალზედ ცნობილი მოციქავე იყო. ამ საქმით ის ბავშვობიდან დაინტერესებული ყოფილა, ხოლო ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო. ნოდარი ძალზედ ნიჭიერი და ყოველმხრივ განვითარებული ახალგაზრდა გახლდათ. და მას ძალზედ დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ერთ-ერთი საბედისწერო შემთხვევა. 2010 წელს ნოდარი გავიდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. და ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვებისას მან მართვა დაკარგა და მისი ციგა ბორტს შეეჯახა. ამის შემდეგ ის ტრასიდან გადავარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების თვითმფრინავით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა 21 წლის ქართველი ოლიმპიელი მალევე გარდაიცვალა. რამოდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და მალევე მის მშობლიურ ქალაქში ბაკურიანში დაკრძალეს. დღეს იმ ქუჩას, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელობის ქუჩა ჰქვია. ამ ტრაგიკული ამბიდან 10 წელი გავიდა და ქართველ ერს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი დღემდე არ დავიწყებია. ქართული სპორტის სახელოვანი ისტორიის გავრცელება ახლა შენზეა. იყავი შემდეგი შენ, გავრცელე ქართული სპორტის ისტორია. გმადლობთ ყურადღებისთვის.